მოსწრანელად. თბილისელების წინაშე გავაკეთო განცხადება, ვინაიდან ხედავ, რომ ცდილობაა უაზრო აჟიოტაჟი ატყდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კარგი წამოწყებები აქვს საკრებულოს დაწყებული და ხელი რომ არ შეეშალოს ამ წამოწყებებს. მიზანი ამიტომ მამოძრავებს, რომ განცხადებით მივმართოთ თბილისელებს და ასევე ვაცნობო მათ, ვისაც აინტერესებს ამასთან დაკავშირებით თუ რა ხდება. კონკრეტულად გულისხმობ მემორანდუმების საკითხს. თბილისის საკრებულო, როგორც თბილისელების ყველაზე რეპრეზენტატიული წარმომადგენელი, სრულიად ფლობს ინფორმაციას ქალაქში არსებული პრობლემატიკის შესახებ. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია მოვახდინოთ იმ საკითხების აქტუალიზაცია, რომელიც წლების მანძილზე მერიის მხრიდან არასათანადოდ იყო აქცენტირებული და უყურადღებოდ მიტოვებული. ამორტიზირებული საცხოვრებელი კორპუსები სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიტოვებული საკითხია. 2014 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შენობების შეკეთება გამაგრების არსებული პრაქტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში უნაყოფოა. ახდენს პრობლემის მიჩქმალვას და არამოგვარებას. შესაბამისად, ვითარება ყოველწლიურად არსებითად მწვავდება. იწვევს შეკეთებაზე უფრო და უფრო მეტი ასიგნებების მიმართვის აუცილებლობას, მაგრამ მაინც ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა საკუთრების ღირებულების არათუ ზრდას, არამედ შენარჩუნებასაც კი. დღეს შექმნილია ვითარება. 174,000 თბილისელი, აქედან 110,000 მარტო ხრუშოვკებში მცხოვრები შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩეს. თბილისის როგორც ევროპული დედაქალაქის არსებითი მოდერნიზაციის მიზნით პრინციპულად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების სრულიად ახალი კონცეფციის ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზნით საკრებულოს ხელმძღვანელობა შესაბამისი კომისიებისა და თემატური პროფესიონალების, ურბანისტების, არქიტექტორების აქტიური ჩართულობით სპეციალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს ატარებს სხვადასხვა ქვეყნის დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის რთული, მრავალეტაპიანი პროცესი, მაგრამ ასევე ვთვლით, რომ აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ დაწყება. საკრებულომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მერია დროულად ჩაერთვება პროცესში, რადგან მათი თანამონაწილეობის გარეშე იგი ჩიხში შევა. ახალი კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს განვითარების შესაბამისი გეგმა და ამ გეგმით განისაზღვროს საპილოტე პროექტის განხორციელების ასპექტები. სამწუხაროა, რომ მერიის ყურადღება მხოლოდ ბოლო აქტივობებმა მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კონსულტაციები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთანაც, მრავალმხრივი მემორანდუმების პრაქტიკა, რომელიც ჩვენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დავნერგეთ, საშუალებას აძლევს დეველოპერულ და საკონსულტაციო კომპანიებს დოკუმენტალურად დაუდასტურონ ჩვენი მიზნები პარტნიორებს და საფინანსო ინსტიტუტებს, რაც არსებითად ამაღლებს ასეთი პროგრამების განხორციელების შანსს და პარალელურად კონკურენტულ გარემოს ქმნის რესურსების მოსაზრდად. მაგალითად, ჩინეთში განხორციელებული მასშტაბური დეველოპერული პროექტების გამოცდილების გაზიარების მიზნით ქალაქ გუანჯოუსთან გავაფორმეთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცების მემორანდუმი. საბჭოთა პერიოდის პროექტების კორპუსების რეაბილიტაციის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს კიდევ ერთი მემორანდუმი ჩეხურ მხარესთან. ყველა ეს პროცესი თავის დროზე გაშუქდა მედიაში, მაგრამ მერია ცდილობს ვითარების ისე წარმოდგენას, თითქოს საკრებულო ინფორმაციას უმალავს საზოგადოებას. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია თბილისელებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროგრამების პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში განხილვა, უფრო მეტიც აუცილებელია მერიის მხრიდან დროულად და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებმა, რაც შეიძლება მალე იხილონ მისი განხორციელების შედეგები.